გულითა და დღევანდელ დღეს გილოცავთ. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი. ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას თქვენ ასრულებთ დღეს და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გითხრათ თავდაცვის სამინისტროს სახელით, მთავრობის სახელით, სრულიად საქართველოს სახელით. ჩემი ემოციაც მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობ თქვენით. ერთადერთი დიდი სურვილი რაც ჩვენ გვაქვს ის არის, რომ მშვიდობიანად ჩამოგბრძანდეთ, უსაფრთხოდ ჩამოგბრძანდეთ, იმიტომ რომ თქვენნაირი ვაჟკაცები ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ჭირდება. სამშობლოში პირველ რიგში. გვესწრები მინისტრის მოლოცვებს გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა გიორგი იყოს თქვენი მეგზური იმ რთულ საქმეში, რა საქმეში თქვენ ხართ დღეს ჩაბმულები. საქართველოს სახელი გაგაქვთ საქართველოს საზღვრის გარეთ და რომ არა თქვენი პროფესიონალიზმი და თქვენი მაღალი წარმოჩინება საქართველოს როგორც ასეთი და ესეთი ცნობადი მსოფლიოში როგორც დღეს არის ალბათ ვერ იქნებოდა. ბატონო მოგესალმებით და დღევანდელ დღეს გილოცავთ. ერთადერთი რაც მინდა რომ გითხრათ ბატონმა მინისტრმა ისაუბრა ყველაფერზე, ბატონმა შტაბის უფროსმაც, ჩემის მხრიდან მინდა გითხრათ რომ გისურვეთ უვნებლად, წარმატებით, გამარჯვებით დაბრუნებას თქვენს ოჯახებში. გილოცავთ და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. თქვენი სამსახურისთვის მადლობა. იმართებენ მაღალ საბრძოლო მზადყოფნას. ჩვენი ძალები ფსიქოლოგიურად მაღალი სულისკვეთება და სულს დაგარკვინოთ. ჩვენ სამოცონას შევასრულებთ პირნახად. მადლობა გიხდით, რომელიღაც მოვიწყდით და მეც მინდა ვისაუბროთ და მოვიდოთ ბატონ გენერალს ის ინფორმაცია რომელიც მან პრესიკვრდა და თითოეული ჩვენთანაც ჩვენ თუკამ გვაძლევს ძალიან დადებითი და ძალიან ფიზიკური და პროფესიონალური დახასიათებები და მიდიოდოს როგორ დაგმოყოლება არითა და აუდიო ბატონი გენერალი ისიქან ბანერები ჩვენი ჟერაგებულები გაფინანსება და თავი ისინი მეც გვაქვს. გიორგოს ისურვებ დახტებას ეს კაი ფარგობის ფარგობის აღარ ვაკეთება, გიორგოს